ნაფეტროებისკენ მიმავალ გზაზე გიორგი დანელიას ნომერ 61-ში პროექტ ფილიგრიმი 2-ის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. C4 ბლოკში მიმდინარეობს ფასადის სამღებრო სამუშაოები. პარალელურად მე-5 და მე-6 სართულებზე გაზის მილები მონტაჟდება, ხოლო მე-8 სართულზე იატაკის მოჭიმვის სამუშაოები სრულდება. C5 ბლოკში ფასადის სამღებრო სამუშაოები გრძელდება. მე-2, მე-3 და მე-4 სართულებზე სანტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მე-6, მე-7 და მე-8 სართულებზე გაზის მილების მონტაჟი აქტიურ ფაზაშია. C6 ბლოკში დასრულდა ვიტრაჟის მოწყობისა და შიდა კედლების ლესვითი სამუშაოები. მე-2 და მე-3 სართულებზე ფასადის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მე-7 და მე-8 სართულზე ბინებში სანტექნიკური სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. C1 ბლოკში მე-8 სართულზე კედლების ლესვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე გრძელდება უკუჩაყრისა და ტერიტორიის ფორმირების სამუშაოები. C2 ბლოკში მე-5 სართულზე მონოლითური კედლებისა და კოლონების მოწყობა მიმდინარეობს, ხოლო მე-3 და მე-4 სართულებზე მონოლითური კიბეების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. C3 ბლოკში ქვაბულის მოჭრის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტი მოიცავს 4 8-სართულიან და 2 9-სართულიან კორპუსს. თითოეულ შენობაში გათვალისწინებულია 53-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა, ასევე კომერციული და საოფისე ფართები. საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მობინადრეების ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.